აი, ეს არის თქვენი ქართული ფეხბურთი. ქართული საკლუბო ფეხბურთი უпростоრად. ვერ მოვიცალე თქვენთვის ეს დღეები. ძველით ახალი წელი, კალანდა და ასე შემდეგ. მე ვიცი თქვენ, რა დღეში ჩაგაგდებთ, მე ვიცი ცოტა ხანში. მაცადეთ, თქვენ ოღონდ მაცადეთ. 34 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ბიორნ იონსენმა ქუთაისის ტორპედო დატოვა და კარიერას ვიეტნამურ ჰანიოში გააგრძელებს. აი მე დედა რა ბედნიერებაა ეს ყველაფერი. ილოცე ძილის წინ დესდემონა რომ ჩემს აი ესე ვიდეოში არ აღმოჩნდეთ, ორი რა ვიცი, აი მათრახში გაგატარებ. აი რო კითხო რაღაცები დასამტკიცებელი ქონდა ამ კლუბთან ერთად და ჩამოვი დაბრუნდა კი არა პონტი აღარ ქონდა სხვა არაფერი და დაბრუნდა ისევ ხო ქუთაის ტორპედოში აბარა აბა ისე უყვარს აქაურობა რომ აი წასვლა აღარ უნდა რა აღარ არა ხარ თქვენ მართალი ხალხი და თქვენზე რომ რაღაცებს ლაპარაკობ ხოლმე და რაღაცებს რომ ვიძახი მე გწყინთ და დამიჯერეთ არ ვიცი მე თანხმობთ რომ სიმართლეს გეუბნებით რა ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი ამბავი რა თქვენ ფეხბურთელები მოგყავთ იმისთვის რომ აი დროებით აქ გამოაზაფხულოთ გამოაზამთროთ და მე გაუშვათ რა ეს ჩიტუნები როგორც მიფრინდებიან თბილ ქვეყნებში თქვენი არ ვიცი მაგრამ მე თქვენი არ ვიცი ხო რა თქვენ ჩემთვის დათვევით თუ მე თქვენთვის დავთრევი მართლა დავთრევი ერთ დღეს თქვენთვის და აი დაგერევით არა ეს რაღაცებს არ ვაპირებ ერთმა დამიფაროს არ ვარ ასეთი ადამიანი რომ გავიდე და ვიღაცას რაღაცა უშვერი სიტყვებით მოიხსენიო. ამას მე, ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში და მე რა თქმა უნდა თქვენ. მოდი უბრალოდ თქვენ, აი ჯიგრებო, კარგო ადამიანებო, თქვენ საერთოდ არაფერს არ გერჩით პიროვნულად და კეთილი ინები და გაიყვანეთ ქართული კლუბი ევროტურნირზე და ამაზე, რა ვიცი, მაყოფილი ბედნიერი ადამიანი არ იქნება პლანეტაზე ჩემი თამადობით. მოგწყინთ ის რომ თქვენზე შეიძლება რაღაცეები ვთქვა, ისეთი რაც მე მაგალითად არ მომწონს. აი რა ვთქვა აბა რა გახდები საქართველოს ჩემპიონი, გახვალ მესამე ადგილ ევროტურნირზე ითამაშებ და ძლივს რაღაცა იმას ორ დაბას გააგდებ და მეორე ეტაპს ვეღარ ლახავ. და აი რა წარმატებაზე უნდა ვილაპარაკო. აი ვიღაცები მელაპარაკებენ პროექტი, შენ არ იცი აზი არა ხარ. მოგიწერია და არ მინდა სახელები ვახსენო რა მოგიწერიათ რამდენიმე პროექტია ტორპედო შენ რა იცი მასშტაბური პროექტი ისეთ რომელიც ჯერ ქართულ ფეხბურთს არ უნახავს აი ეს არის პროექტი მითხრა ეს არის პროექტი დაგვანებით რა თავი რა ან საერთოდ დაგვანებით თავი ან დაგვანებით რა შეგვეშვით ხო აი კიდევ ბოლოს იმას ვიტყვი რომ არ არის აუცილებელი რომ ამ ყველაფერში მე დამეთანხმო უბრალოდ მოდი ადექი ახლა და დაწერე შენი აზრი რა გვეშველება ჩვენ გაჭირვებულებს ჩვენ უბედურებს ავიგე ბიჭო რომ ეს ქართული ფეხბურთი არის საქართველოს და არ არის ჩემთვის მარტო საქართველოს ნაკრები ქართული ფეხბურთი საკლუბო დონეზე ჩვენ თუ არაფერს არ გავაკეთებ და ცოტა ქვეყანას თუ არ მივაქცევთ ყურადღებას ეს არაფერი არ არის რა მოდი ავიღოთ ყველამ ერთად პასუხისგებლობა ფედერაციამაც სახელმწიფომაც კლუბის მესვეურებმაც და რაღაცა გავაკეთოთ რა დავდოთ შედეგი სირცხვილია ბიჭო სირცხვილი